მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფები მადრიდში და თქვენი ყურადღება მინდა მივაპრო იმ ბანერს, რომელიც ჩემს უკან არის. ეხლა ისე ვიმყოფებით სეგოვიის ვიადუქტზე. ეს თავისთავად ძალიან საინტერესო ნაგებობაა, თუმცა ეხლა ამაზე არ ვისაუბრებთ. ჩემს უკან პრაქტიკულად ქალაქის ცენტრია და იმ სეგოვიის ვიადუქტის გავლით თქვენ შედიხართ ქალაქის ცენტრში. საინტერესო კი აქ ის არის, რომ ქალაქის ცენტრი გამოცხადებული არის დაბალი ემისიების ზონად. რაც იმას ნიშნავს, რომ მსუბუქი ავტომობილებისთვის შესვლა აკრძალულია, ოღონდ არა ყველასთვის. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც მუშაობენ ბენზინზე, დიზელზე, მათთვის, ან B კატეგორიის ავტომობილები, მათთვის შესვლა აკრძალულია. და არის სპეციალური ეკოლოგიური სტანდარტი, ხო? თუ თქვენ აღებული გაქვთ შესაბამისი ნებართვა და თქვენი ავტომობილი შემოწმებულია და მისი ტექნოლოგია აკმაყოფილებს იმას, რომ დაბალი ემისიების ზონაში მოხვდეთ, ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ ნებართვას. ეს არის ეკო ნებართვა, ეკოსაშვი, მოდი ასეც შეგვიძლია დავარქვათ და ამ შემთხვევაში შედიხართ ქალაქის ცენტრში. ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომ ქალაქი დაიცვა ზედმეტი გადაადგილებისგან, საცობებისგან და პლუს შეუშვან ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გარემოს ნაკლებად აბინძურებენ.